ტექნიკური მიმართულებები საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად და გარდა ამის არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში. ეს არის მოკლე შინაარსი ირაკლი კოლბახიძის მიერ გაკეთებული განცხადებებისა, რომლითაც მან პრაქტიკულად მორიგ ჯერზე დააკნინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს 104 წლიანი ისტორია. რასაკვირველია, კოლბახიძის ამ განცხადებების გადამოწმება ვცადეთ და გადავამოწმეთ კიდეც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან დავით გურგენიძესთან, რადგან პრაქტიკულად კოლბახიძემ ამ განცხადებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მართალია გრძელდება კონსულტაციები პროფესორებთან, თუმცა გადაწყვეტილება არის მიღებული და ის აღარ გადაიხედება. გურგენიძე გვეუბნება, რომ კოლბახიძე ასეთ დამაკნინებელ განცხადებას წესით არ გააკეთებდა ტექნიკურ უნივერსიტეტთან მიმართებით, თუმცა მან რამდენიმე კითხვის პასუხად მაინც გაიმეორა, რომ ჯერჯერობით არ მოусმენი, ამიტომ ცალსახა პასუხს ვერ გაგვცემდა. თუმცა თქვა ის, რომ რა თქმა უნდა ქვეყანას არ აქვს ინჟინრების პრობლემა, ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს არაერთი ინჟინერი გაუზრდია და რომ ეს ახლაც ამ მდგომარეობაშია. არავითარი ტექნიკური და ჰუმანიტარულის გაერთიანება სინამდვილეში ახდება რატო? თვითონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკურ მიმართულებებს ეთმობა პროგრამების ნახევარზე ნაკლები. სტუდენტების ნახევარზე ნაკლები სწავლობს ტექნიკურ დისციპლინებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხო? შესაბამისად მოხდა რა 90-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს მთელი პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება. ეს არასწორია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნიკურ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დღეს არის უზარმაზარი პრობლემები. რო ნახოთ თქვენ გამოშვება, მაგალითად შეიძლება რაღაც მშენებლობის მიმართულებით, ინჟინერის მიმართულებით და ასე შემდეგ. წელიწადში ხდება მაგალითად 300, 400, 500 სტუდენტის გამოშვება. არის ძალიან დიდი დეფიციტი, როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფოს როგორც მოგეხსენება დაკავებული, არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში. ხო, არის გამოშვება ამ ხელა, ერთი ინჟინერი არ არის კონკრეტული მიმართულებებით, ხო? კერძო სექტორს აქვს უზარმაზარი პრობლემები. მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ბატონ კოლბახიძე იმას იტყოდა, რომ საქართველოში ინჟინერები არ არიან, თუ რამე თუ იმას ძალიან უარს თავისი აშენებული ქვეყანა, რომელსაც ის ძალიან კარგად აშენებს. შეიძლება ახალი პროგრამებზეა საუბარი, რომელიც ბატონ ირაკლი ფიქრობს, რომ ახალი პროგრამებია უკვე საგანმანათლებლო შესაქმნელი. ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში ერთგვარ გერად რომ იქცა, ეს როგორ მოგწონს? ეს ამ განცხადებას ბატონ ირაკლის განცხადებას კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ მისმენია, მაგრამ თუ დაგეყრდნობით თქვენ, ეს იყო 90-იან წლებში, მართლაც და მართლაც, როდესაც უნივერსიტეტს ძალიან გაუჭირდა. ანუ დღევანდელობას ეს განცხადება არ შეეხება. რა თქმა უნდა, არ ვიცი, მე არ მომისმენია და მე როდესაც გავეცდები და როდესაც გავესაუბრები, თუ რა კონტექსტში იყო ბატონ მინის, მაშინ უკვე მოგახსენეთ შებას. რა თქმა უნდა, ზრდის და ისინი საერთოდაც მუშაობენ და საქართველოში მუშაობენ ინჟინერები ხმის წყალობით ამ ქვეყანაში იყვნენ, არიან და იქნებიან ასევე ბატონ ირაკლის დიდი იმედი. მართალია, დავით გურგენიძე კმაყოფილია ქართული ოცნების მიერ აშენებული საქართველოთი, თუმცა ირაკლი კოლბახიძე მორიგ ჯერზე ამცირებს და აკნინებს იმ უნივერსიტეტს, რომლის რექტორიც ახლა არის სწორედ დავით გურგენიძე, მაგალითად კოლბახიძემ ისიც კი დაიწუნა, თითქოს არის ბრენდი ტექნიკური უნივერსიტეტი, მან ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მოკლედ, იმ ყველაფრის შემდეგ, როდესაც მან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები კემბრიჯსა და ოქსფორდში ადარა, ახლა უკვე მორიგი ირონიული განცხადება გააკეთა და პრაქტიკულად დააკნინა ის წვლილი, რომელსაც ქართული განათლების სისტემის მშენებლობაში აქვს შეტანილი ტექნიკურ უნივერსიტეტს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მაინც მისი განცხადებიდან არის ის, რომ ნამდვილად სისრულეში მოიყვანს ქართული ოცნება ამ გადაწყვეტილებას და როგორც არ უნდა იხმაუროს, როგორც არ უნდა იბრძოლოს აკადემიურმა საზოგადოებამ, ბიძინა ივანიშვილის გუნდი მაინც დაუსვამს წერტილს ტექნიკური უნივერსიტეტის 104 წლიან ისტორიას. ვაპირებთ რას, რომ გაერთიანების პირობებში ცალკე განსაკუთრებული გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი და შესაბამისად ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი კადრები და მაღალკვალიფიციური კადრები ტექნიკურ მიმართულებით, ვიდრე ყავდა მთელი ამ წლების განმავლობაში. ამას სჭირდება კარგად გააზრებული რეფორმა და ჩვენ გვაქვს გააზრებული და ოპოზიცია გამოდის ყოველგვარი ოპოზიციაში გულისხმობს
ვსაუბრობ ასევე სხვადასხვა ტიპის ოპონენტებს, ისინი გამოდიან ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. ერთი 10 განცხადება მაინც მოვისმინე მასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია, ხო? ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა. როცა გადაერქვა პოლიტექნიკური ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კიდევ ერთხელ 1992 წელს მოხდა ეს და 92 წლიდან იწყება პრობლემები სწორედ ტექნიკურ უნივერსიტეტში და მათ შორის ამ პერიოდიდან გახდა ტექნიკური მიმართულება გერი საკუთარ ინსტიტუტში და უნივერსიტეტში. ქართულმა ოცნებამ უკვე აქტიურად რომ დაიწყო ტექნიკური უნივერსიტეტის დისკრედიტაცია ეს იმითაც დასტურდება რომ ჯერ კიდევ გუშინ სამთავრობო მედიებმა გამოაქვეყნეს კადრები სადაც თითქოს ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ავარიულ მდგომარეობაში ამ ყველაფერს გამოეხმაურა უნივერსიტეტი მათ განათავსეს საკუთარ Facebook გვერდზეც ფოტოები რომლებიც ახდენს იმის დემონსტრირებას რომ მათი უნივერსიტეტი და სხვადასხვა კორპუსები არის აღჭურვილი სათანადო ტექნიკით და მათ შორის ლაბორატორიებით, ხოლო ამის შემდეგ მათ მოითხოვეს ბოდიშის მოხდა ტელეკომპანია იმედის რუსთავიორისა და ახლა უკვე ბოლოს ვიგებთ რომ პოზიტივისგანაც, რადგან სწორედ ეს არის ის მედია საშუალებები, რომლებმაც მსგავსი ტიპის კადრები გაავრცელეს. ამასთან დაკავშირებითაც ვკითხეთ და დავუსვით კითხვა ჩვენ რექტორს როგორ იქნება მისი შემდგომი ნაბიჯები, ამბობს რომ თუ კი ბოდიშს არ მოიხდიან ეს ტელევიზიები, შემდეგი ნაბიჯი უკვე იქნება სასამართლოში საქმის წაღება და გვეუბნება რომ ნამდვილად ბოდიშის არ მოხდის შემთხვევაში ამ ტელევიზიებს უჩივლებს.